ონში 11.8 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება, ჩხოროწყუში კი 6 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესი. ჯამური ინვესტიცია 30 მილიონი ლარია. ორივე პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამოიტანა. სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რა კითხვები ჰქონდა BMG-ს დღეს? მე ჩვენი ვებგვერდის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია მოგვიყვება. თელარა, გამარჯობა. რა კითხვები ჰქონდა და რაზე მიიღე ან ვერ მიიღე პასუხები? გიგა, კითხვა ყოველთვის ბევრი აქვს BMG-ს, იმიტომ რომ ვართ ბიზნეს მედია და კიდევ იმიტომ რომ მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია ერთადერთი ადგილია ფაქტობრივად, სადაც ვახერხებთ სხვადასხვა თემაზე პასუხების მიღებას პირველი პირებისგან. აღსანიშნავია, რომ დღეს 13 საკითხიდან 10-ზე მომხსენებელი სწორედ ლევან დავითაშვილი იყო და საკითხების დიდი ნაწილი შეეხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების და ქონების სხვადასხვა კომპანიისთვის პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, რომელთა შესახებ შემდეგ მთავრობა განკარგულებებს აქვეყნებს, ანუ ვის გადაეცა, რა საინვესტიციო ვალდებულები და ასე შემდეგ, მაგრამ 2020 წლის ბოლოდან მთავრობის ადმინისტრაცია არ ღვევს კანონს და ამ განკარგულებებს არ ასაჯაროებს. ეს თემა კიდევ ერთხელ შევახსენეთ დღეს ვიცე-პრემიერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გვექნება ამაზე მუშაობა, ეს იყო ლევან დავითაშვილის მოკლე პასუხი. რაც შეეხება BMG-ს დღევანდელ კითხვებს, ეკონომიკის მინისტრს ვკითხეთ, რა ეტაპზეა საინვესტიციო სტრატეგიაზე და ინვესტიციების შესახებ ახალ კანონზე მუშაობა, რაშიც ინვესტორთა საბჭოც არის ჩართული და რა უნდა იყოს მთავარი გზავნილები მთავრობის აზრით, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის. მინისტრმა ზოგადი პასუხი გაგვცა, როდის იქნება კანონპროექტის საბოლოო ვერსია მზად, ამაზე აქცენტი არ გაუკეთებია. ახალი კანონი, რა თქმა უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღევანდელ რეალობაში არსებობს, მათ შორის თქვენ სწორად თქვით, რომ იმ დროს, როდესაც ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ჰქონდეს მეტი მიმზიდველობა, ჩვენ მარტო საინვესტიციო გარემოთი, ზოგადად კაი საინვესტიციო გარემოთი ალბათ საკმარისი არ არის, საჭიროა უშუალოდ ინვესტორებთან პირდაპირ მუშაობა და ასეთი ინსტრუმენტებიც ალბათ გაჩნდება, მათ შორის იქნება ინვესტიციების განხორციელების შემდეგ ინვესტორებთან მუშა პროცესის შენარჩუნება, ეგრეთ წოდებული aftercare, სრულყოფილი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან და ის ელემენტები, რომელიც ალბათ ჩვენ კანონმდებლობის დონეზე გვაქვს, პოლიტიკის დონეზე. ახლა პრაქტიკაში ჩვენ ამას პრინციპში ვახორციელებთ, მაგრამ ჩამოყალიბდება აფიო, ჩარჩო კანონმდებლობა, რომელიც ამ ინსტრუმენტების შემოღების ფორმალური საფუძველიც იქნება და მოგცემს საშუალებას ინვესტორებს უკეთესად ვემუშაოთ. თუმცა ეს არ არის მხოლოდ საკმარისი, ფიქრობ, რომ ამავე დროს პროგნოზირებადობა, გარკვეულობა, ასევე უსაფრთხოების ელემენტების გათვალისწინება, როცა ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეგ მარტო დადებითი არ არის ყველაფერი, ეს ელემენტებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. რას საქმიანობს კურორტების განვითარების სააგენტო, რომელიც 1 წლის წინ შეიქმნა და რომელსაც სანდრო ონოფრიშვილი ხელმძღვანელობს, ამ სიპის მუშაობითაც დავინტერესდით. დღეს ეკონომიკის მინისტრმა გვითხრა, რომ სააგენტო მუშაობს და წლის ბოლომდე ექნებათ პრეზენტაცია. შეგახსენებთ, რომ კურორტების განვითარების სააგენტოს ფუნქციებს შორისაა კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, ასევე საკურორტო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, სააგენტოს დაკვეთით UIM BDO-მ, ასევე კოლიერსმა და ვერტას ბრაუნმა სხვადასხვა საკურორტო ზონის შესწავლის მიზნით კვლევები ჩაატარეს, დაიხარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი, შედეგები ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. დიდი ნაწილი ამ პროექტების არის უკვე შესწავლილი და ეს შესწავლის დოკუმენტაცია არსებობს, მეშუალედური პრეზენტაციები ვიხილე სამინისტროში და გამოიკვეთა მეტნაკლებად საინტერესო საინვესტიციო მიმართულებები, ზოგი ნაკლებად არის საინვესტიციო კუთხით საინტერესო და სოციალური დატვირთვა შეიძლება გააჩნდეს. ჩვენ შესაბამისად დავახარისხეთ, ასევე აქ არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, ან ისტორიული ძეგლები, რომელიც შეიძლება ასე საინტერესო იყოს, თუმცა აქ პროცესი დასაწყებია უკვე კულტურის სამინისტროსთან ერთად მოგვიწევს ამის შესწავლა. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ პროცესებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე გვექნება ერთი პრეზენტაცია კერძო სექტორთან და მათ შორის ინვესტორებს და ბიზნესს შევთავაზებთ იმ პროექტებს, რომელიც ყველაზე უფრო დაწინაურებული არიან. ამავე დროს მუშაობა მიმდინარეობს იგივე პალეოლოგიის კუთხით, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების გაუმჯობესებაზე.
იმედია სანდრო ონოფრიშვილს და სხვა საჯარო მოხელეებსაც, მათ შორის მინისტრის მოადგილეებს, მალე ექნებათ უფლება ჩვენი დახმარებით გადასახადების გადამხდელებს მოუყვნენ, რა საქმიანობენ. BMG TV როგორც ბიზნეს მედიაც ამისთვის არსებობს. მთავარია მთავრობამ იგრძნოს ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაშე. გიგა. იმედია ოდესმე იგრძნობს. მადლობა თელარა, ლევან დავითაშვილის განცხადებებით თელარა გელანდიამ გაგვაცნო.